ინდოეთის დედაქალაქი ნიუ-დელი ნისლის სქელმა ფენამ მას შემდეგ დაფარა, რაც მილიონობით ადამიანმა diwalis ინდუისტური ფესტივალი ფოიერვერკებით აღნიშნა. ამან ჰაერის დაბინძურების დონე მთელ ქალაქში საშიშ დონემდე გაზარდა. ზეიმის მონაწილეებმა 20 ოქტომბერს ჭარბი რაოდენობის ფოიერვერკები გაუშვეს, რის შედეგადაც ჰაერი კვამლითა და წვრილი ნაწილაკებით აივსო, რაც უკვე ისედაც კრიტიკულად დაბინძურებულ ჰაერს შეერია. დღეს დილით ჰაერის ხარისხის ინდექსმა რამდენიმე უბანში 350-ს გადააჭარბა, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული მაქსიმალური დაბინძურების დღიური ნორმის მიხედვით მძიმედ და სუნთქვისთვის საშიშად ითვლება. ჰაერის დაბინძურების გამო ინდოეთის დედაქალაქში არსებული ზოგიერთი ისტორიული ძეგლი და მაღალსართულიანი შენობა საერთოდ არ ჩანს. ნიუ-დელი და მისი მეტროპოლიტენის რეგიონი, სადაც 30 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ზამთრის თვეებში რეგულარულად შედის მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებულ ქალაქებს შორის. თან ამ პერიოდს diwalis ფართოდ გავრცელებული ფესტივალი ემთხვევა, რაც დაბინძურებას ორმაგად ზრდის. ნიუ-დელიში ხელისუფლებამ დაბინძურების დონის შესამცირებლად მთელი რიგი ზომების ერთობლიობა დანერგა, რაც მოიცავს სამშენებლო საქმიანობისა და დიზელის გენერატორების შეზღუდვებს. თუმცა გარემოს დამცველები ამბობენ, რომ ყოველწლიური კრიზისის თავიდან ასაცილებლად საჭიროა გრძელვადიანი გადაწყვეტილებები, როგორიცაა მაგალითად ავტომობილების გამონაბოლქვის უფრო მკაცრი კონტროლი.